მოგესალმებით, მე ჟურნალისტი ემა ტუხიაშვილი ვარ. ძალიან მიხარია აი ამ საინტერესო გამოწვევაში მივიღო მონაწილეობა, რასაც სახალხო ინტერვიუ ქვია. ძალიან საინტერესო შეკითხვები შემოვიდა ჩემთან დაკავშირებით და რა ვიცი, მზად ვარ ყველა ამ შეკითხვას. რაც მთავარია, გულწრფელად ვუპასუხო, არ ვიცი რამდენად საინტერესო იქნება ეს პასუხები, თავად გამოიტანეთ დასკვნა, მაგრამ ნუ შევეცდები რომ ყოველ შემთხვევაში ვიყო ძალიან გულწრფელი. პირველი შეკითხვა ასეთია, როგორ გაიხსენებთ თქვენს პირველ ნაბიჯებს ჟურნალისტიკაში და პირველ ინტერვიუსო. პირველი ნაბიჯები ჟურნალისტიკაში ჩემი შეიძლება ითქვას, რომ თამაშით დაიწყო, მართლა თამაში ერქვა ამას, იმიტომ რომ საყმაწვილო გადაცემაში მოხვდი სრულიად შემთხვევით და აი პირველი ნათლობა კამერასთან სწორედ იქ მივიღე, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ ამით მაშინ მოვიწამლე. ბევრმა რამემ გადაწყვიტა შემდეგ ამ პროფესიის არჩევა ჩემთვის, მაგრამ აი რაც შეეხება პირველ ინტერვიუს, ეს ინტერვიუ არასდროს არ დამავიწყდება და ზუსტად ვიცი რომ ეს იყო რაღაცა მისტიკური, რამაც ჩემი კარიერა მთლიანად განსაზღვრა. ეს იყო ჩემთვის პირველი ინტერვიუ და უკანასკნელი იზაგი გოშილისთვის ლეგენდარული გრუშე კავკასიური ცარცის წრიდან. საკმაოდ მძიმედ იყო უკვე ფიზიკურად, როდესაც მასთან ინტერვიუს ჩაწერა გადავწყვიტე. მაშინ სტაჟირებას გავდიოდი ერთ-ერთ ჟურნალში და რაღაცა ისეთი განსაკუთრებული უნდა მიმეტანა რედაქციისთვის, რაც მოკლედ განსაზღვრავდა ჩემს ბედს დავრჩებოდი თუ არა ამ ჟურნალში სამუშაოდ და დავუკავშირდი იზაგი გოშულს, მიუხედავად აი ამ მძიმე ავადმყოფობისა დამთანხმდა და უვიწყარი იყო ჩემთვის შეხვედრა მახსოვს. ჯერ კიდევ შემორჩენილი ქონდა ის თავისი სილამაზე, ანგელოზისებრი ვიტყოდი ასეთი. ხელჯოხით გადაადგილდებოდა სახლში. მართლა ძალიან საინტერესო ინტერვიუ მომცა და 2003 წელს თუ არ ვცდები წლის დასაწყისში ის გარდაიცვალა, ამიტომ მისმა ინტერვიუმ თავიდან ბოლომდე განსაზღვრა ჩემი შემდგომი ნაბიჯები ჟურნალისტიკაში, ამიტომ ეს ინტერვიუ არასდროს არ დამავიწყდება, სხვათა შორის აი ამ ჩემი კარიერის ადრეულ პერიოდში იყვნენ ადამიანები, ვინც მართლაც დაუვიწყარი და წარუშლელი კვალი დატოვეს ჩემზე როგორც ადამიანზე და შემდეგ უკვე ბევრი რამ მასწავლეს პროფესიაში. ინტერვიუ მქონდა მარინა ჯანაშიასთან, არც ეს ინტერვიუ არასდროს არ დამავიწყდება, ლეგენდარული ანიკო დეი და კუკარაჩადან, მისი აი შავი დიდრონი თვალებით, ისეთ კურიოზული იყო 2 საათის განმავლობაში, მასთან სახლში ვიყავი და ამ 2 საათის განმავლობაში მოკლედ მისი ძაღლი ყებდა და მაშინებდა და მაშინ ძაღლების ძალიან მეშინოდა და ეს როგორ ეს მზრუნველობით ცდილობდა რომ არც ინტერვიუ შეწყვეტილიყო და თვითონაც მოკლედ მთლიანად დახარჯულიყო ამისთვის. არასდროს დამავიწყდება მასთან შეხვედრა და არასდროს დამავიწყდება ასევე ინტერვიუ კახი კავსაძესთან. აი ეს ისეთი შეხვედრები იყო, რომლის ენერგეტიკაც მოყვება შემდეგ უკვე მთელი ცხოვრების განმავლობაში. როგორც მახსოვს მკითხველი მაყურებელი ან შესაძლებელია მკითხველი პრესის ჟურნალისტი იყავითო, თავიდანვე ტელეჟურნალისტიკის მიმართულებით რატომ არ წახვედით და შემდეგ რატომ გაგიჩნდათ ტელეჟურნალისტობის სურვილიო? არ მქონია ტელეჟურნალისტობის სურვილი. პირველ კურსზე ვიყავი, ძალიან მცირე ხნით პრაქტიკა გავიარე, მაშინ პირველი არხი ერქვა და ახლა საზოგადოებრივი მაუწყებელი ქვია და აი მოკლე ხნიან პერიოდში მივხვდი რომ სატელევიზიო ჟურნალისტისთვის ცოტა მეტი, არ ვიცი, სითამამე და თავხედობა კარგი გაგებით მაკლდა, ხო და ამიტომ არ ვფიქრობდი ტელეჟურნალისტიკაზე, შემთხვევით მოვხვდი, ზოგადადაც მგონია რომ მარტო მე კი არ ავირჩიე ეს პროფესია, თვითონ პროფესიამაც რაღაცნაირად ამირჩია მე და როდესაც დავიწყე ჩემი პროფესიული საქმიანობა, დედა ვიყავი უკვე და მცირეწლოვანი ბავშვი მყავდა და მოკლედ ეს ორი რამ უნდა შემეთავსებინა და პრესის ჟურნალისტობა ამის შესაძლებლობას
იძლეოდა ჩაგეწერა ინტერვიუ, მე მოსულიყავი სახლში თავისუფალ დროს დაგეწერა ეს ინტერვიუ, გაგიაზრებინა და ასე შემდეგ. ამიტომ ნიას პასუხობ ამ შემთხვევაში სატელევიზიო ჟურნალისტიკამ თვითონ ამირჩია და როგორ აგერ ჩვენთან ტელევიზიაში როდესაც პალიტრა ნიუსი, მაშინ პალიტრა ტივი ერქვა. ახლა დაფუძნებული იყო ერთგვარი კასტინგი ტარდებოდა და რა ვიცი, რატომღაც შემომთავაზებს რომ მომესინჯა ძალები და ნუ მოვსინჯე და აგერ ვარ თქვენთან. უკვე დიდი ხანია მედია საქართველოში აბსოლუტურად დაუცველია, ის შეურაცხყოფის და ფიზიკური ძალადობის ობიექტია. ამის არაერთი მაგალითი გვაქვს სახეზე, ეს რის გამო ხდება და ყოველ ასეთ გამოვლენებაზე როგორია თქვენი რეაქცია? რთულია იმაზე რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით ჟურნალისტების მისამართით, ჟურნალისტების წინააღმდეგ რაღაცა ძაფრი რეაქცია და მწვავე რეაქცია ამ ყველაფერზე არ გქონდეს განსაკუთრებით ეს დეკემბრის მოვლენები, როდესაც ჩვენს თვალწინ ხდებოდა ფიზიკური ძალადობა და ფიზიკური ანგარიშწორება ჟურნალისტების წინააღმდეგ, არ ვიცი რომელი ერთი ფაქტი გავიხსენო, გმობ ყოველ ასეთ ძალადობას ჟურნალისტებზე, არ ვიცი, რაღაცნაირად უნდა ვისწავლოთ ერთმანეთთან თანაცხოვრება განსხვავებული შეხედულებებისა და განსხვავებული პოზიციების მქონე ადამიანებმა, იმიტომ რომ მედია როგორც ერთ-ერთი დემოკრატიის ერთ-ერთი საფუძველი, ქვეყნის განვითარების, რა ვიცი, წინაპირობაა, ამიტომ აი თავისუფალი მედიის გარეშე ძალიან სწრაფად მოხდება ჩვენი უკუსვლა და დეგრადირება უარესისკენ აბსოლუტურად დასაგმობია და ყველა ის ადამიანი უნდა დაისაჯოს უმკაცრესად და სამწუხაროდ არ დასჯილა არავინ და სამაგალითოდ ვინც მედიის წინააღმდეგ განსაკუთრებით ფიზიკურ ძალადობას მიმართავს იმისათვის რომ ეს გარკვეული პრევენცია იყოს მომავალში სხვა დანაშაულის. პოლიტიკოსებთან მუშაობის სირთულეები უკვე გადალახეთ, როგორი გამოცდილება დააგროვეთ ამ საქმეშიო, სოფიკო მეკითხება. ხო, გადავლახე, იმიტომ რომ ყველა პოლიტიკოს კარგი გაგებით თავისი გასაღები აქვს და ეს გასაღები უნდა მოარგო კარგად. ზოგი რაღაცნაირად ცდილობს ხოლმე დემაგოგიით გავიდეს ფონს. ზოგი მართლა ძალიან კარგი მოსაუბრია და შეძლების დაგვარად ცდილობს რომ გულწრფელი იყოს და გიპასუხოს. გამოცდილება დავაგროვე იმ თვალსაზრისით ძალიან სწრაფად ხვდები ხოლმე, როდის ცდილობენ ისინი გაექცნენ შეკითხვას და რაღაცა არ გაქცენ ის პასუხი, რომლის მიღებაც შენ გინდა და ეს არის გამოცდილება უსმინო, ჩაიჭირო, ასე ვთქვათ, საინტერესო ფრაზა და შემდეგ ეს თემა განავრცო, ან ისეთ მომენტში შეაწყვეტინო საუბარი, როდესაც ცდილობს თავი დაიძვნინოს და სხვა თემაზე გადაიტანოს შენი ან მაყურებლის ყურადღება. რატომ არ იწვევთ თქვენს გადაცემაში პოლიტიკური პარტია გირჩის წარმომადგენლებს ზვიადი? ამ შეკითხვაზე ასე გიპასუხებთ, აბა თქვენ ბოლოს დაფიქრდით და მითხარით გირჩი ტივის გარდა გირჩის წარმომადგენლები რომელ ტელევიზიაში ნახეთ თუ ნახეთ მათი მონაწილეობით გადაცემა მაშინ აი ძირითადად რა დაგამახსოვრდათ ალბათ რაღაცა უფრო სკანდალური ეთერი იყო და ერთ შეგახსენებთ არავის ალბათ იმ დოზით გირჩის წარმომადგენლები არ ყოლია ეთერში რა დოზითაც ჩემს გადაცემაში ასე ვთქვათ ჩემს გადაცემას სტუმრობდნენ შემდეგ ახლა გარკვეული შევამცირეთ მათი სტუმრობა შეიძლება ასე ითქვას ან იმ სიხშირით აღარ იყვნენ ჩვენთან და ნუ ამაზე გარკვეული პრეტენზიები ჰქონდათ შემდეგ ეს გარჩევა რატომღაც გადაწყვიტეს რომ გაემართათ აი ამ სოციალურ სივრცეში და არ მიყვარს ამ სოციალურ სივრცეში კომენტარებით აექრობაც არ ქვია ამას უკვე გადადის ხოლმე პირად შეურაცხყოფაში და აი ეს პირადი შეურაცხყოფაც ჩემთვის აბსოლუტურად არ ვიცი მიუღებელია კიდევ ერთხელ აი ყველას მოუწოდებდი რომ იცი რა ასეთ შეურაცხყოფილ კომენტარებს ხოლმე ჩვენ არ ვკითხულობთ აი ჩვენი შვილები კითხულობენ და ძალიან მწვავედ რეაგირებენ თქვენ შვილებსაც იგივე რეაქცია ექნებოდათ ამიტომ გაუფრთხილდეთ რა ერთმანეთს თუ არ მოფრთხილდებით საკუთარ
შვილებს მაინც ვცეთ პატივი და ვიყოთ კორექტულები, ყველაზე მწვავე, ყველაზე რადიკალური, ყველაზე განსხვავებული აზრის და პოზიციის დაფიქსირება შეიძლება ოღონდ რა თქმა უნდა აგრესიის, არ ვიცი, ბოღმის, ღვარძლის და შეურაცხყოფის გარეშე. თქვენს გადაცემაში სტუმრად რომელი პოლიტიკოსი არ მოსულა და ვის უარი გახსოვთ ყველაზე მძიმედ? კარგი შეკითხვა, თემო. ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელიც ჩემს გადაცემაში სტუმრობაზე უარს ამბობდა პრეზიდენტობის დროსაც, ესე პირდაპირ არ ამბობდა, მაგრამ დრომ ეს აჩვენა, რომ ის იყო რეალურად უარი, შეფუთული სხვადასხვა ფორმით და დროის გაწელვის, ასე ვთქვათ, ცდილობას ჰქონდა ადგილი, არის სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილთან ინტერვიუს ჩაწერის შესაძლებლობა არ მომეცა არც მისი პრეზიდენტობის ვადის პერიოდში და სამწუხაროდ არაერთი მცდელობის მიუხედავად არც მისი პრეზიდენტობის ვადის გასვლის შემდეგ. რატომ? ალბათ ქალბატონმა სალომემ უნდა გვიპასუხოს ამაზე. ჩემი ეთერი მისთვის ახლაც, ასე ვთქვათ, ღია და გახსნილია და მოგბრძანდეს ალბათ ამ თემაზეც ჩემს ინტერესაც დააკმაყოფილებს და თემო თქვენს ინტერესაც. რომელი იყო ყველაზე სკანდალური გადაცემა თქვენი ტელეწამყვანობის მანძილზე? ყველაზე სკანდალური ალბათ იყო გიორგი ვაშაძის და ირაკლი ზარქუას შეხვედრა პირდაპირ ეთერში. როდესაც, არ ვიცი, სამივე ფეხზე ვიდექით რესპონდენტებიც და წამყვანიც და უბრალოდ არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, ყველაზე ისეთი სკანდალური გადაცემა ეს იყო. რა არის ქართულ რეალობაში ჟურნალისტიკის დამოკლეს მახვილი? პირდაპირ მნიშვნელობით საფრთხე თქო ვიტყოდი ალბათ ის ცვლილებები კანონში მედიის შესახებ, რომელიც ძალაში კი შევიდა, მაგრამ რეალურად ჯერ არ ამოქმედებულა და ვნახოთ რა იქნება. დიდი საფრთხის შემცველია, დამოკლეს მახვილი მაინც ისეთი საფრთხის შემცველ ცდუნებაზე თუ ვსაუბრობთ. არ მიწყინოს რა, არ მიწყინონ ჩემმა კოლეგებმა. პოლიტიკური გავლენები და პოლიტიკური ფული. მე მახსოვს არაერთი თაობა ქართულ ჟურნალისტიკაში, ვინც არა მხოლოდ ამიც ქმნიდა, არამედ აი ძალიან მაღალ კლასდებდა ჟურნალისტიკის ჩვენ საქართველოში. შემდეგ მთავრობები იცვლებოდნენ, მათი ნაწილი ხელისუფლებაში სხვადასხვა თანამდებობაზე მოდიოდა და შესაბამისად, ანუ პოლიტიკური ინტერესებსა და ფულში ამას გულისხმობ, იმიტომ რომ ხელისუფლებაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობა გაცილებით უფრო სტაბილური შემოსავლის მქონია და თანაც ნაკლებად, ასე ვთქვათ, მძიმე ვიდრე და რისკიანი, ვიდრე მედიაში ყოველდღიურად რაღაცა თავის დამკვიდრება. რაც შეეხება ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ კიდევ ერთხელ ბოდიში, მაგრამ ძალიან გააფუჭა მედია გარემო პოლიტიკურმა ფულმა, იმიტომ რომ მედიაც ძალიან პოლარიზებული არის. თუ მედია აღარ ემსახურება ობიექტურობას, ის კარგავს სწორედ იმ მთავარს, რაც უნდა იყოს ამოსავალი წერტილი და მისი, ასე ვთქვათ, მიზანი და ფოკუსი და, არ ვიცი, მოწოდება. ემა გამარჯობა. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, როგორც წამყვანი და კრიტიკული ჟურნალისტი, რამდენად უსაფრთხოდ გრძნობთ თავსო? ნინა მეკითხება. ჩემს მიმართ, რა ვიცი, საფრთხე რა მოსატანია, როდესაც ვხედავ ეგრეთ წოდებულ ველზე მყოფ ჟურნალისტებს და ოპერატორებს, აუცილებლად უნდა ითქვას საკუთარი ჯანმრთელობის, თავგანწირვის ფასად, რომ მუშაობენ და ცდილობენ რაღაცა ოპერატიული ინფორმაცია მოგვაწოდონ და უნიკალური კადრები გადმოგცენ. ზოგადად ეხლა რო გითხრათ რაღაცა მომეტებულ საფრთხეს ვგრძნობ მე და რისკს და ამის გამო რაღაცებზე თავს ვიკავებ, ანუ ის, რასაც ვფიქრობ, არ ვთქვა, ან რაღაცა შერებულებულად ვთქვა, ტყუილი იქნება, ნამდვილად არ არის ასე.
მაგრამ ზოგადად ჟურნალისტიკა ძალიან რისკიანი პროფესიაა და როდესაც ამ საქმეს მოკიდებ ხელს, ესეც უნდა კონდეს გათავისებული, რომ შესაძლებელია შეეჯახო პირისპირ საფრთხეს, რომელიც მოდის არა მხოლოდ დაუშვათ ხელისუფლებისგან და ხელისუფლებისგან რატომ, იმიტომ რომ ყველაზე ხშირად მედია ხომ ხელისუფლების მაკონტროლებელია, არამედ შესაძლებელია სხვადასხვა ინტერეს ჯგუფებიდანაც მოდიოდეს ეს საფრთხე და არა ნაკლები, ვიდრე დაუშვათ ხელისუფლებისგან, რომლის ხელში ძალიან ბევრი ბერკეტია, თუ კი აი ამ ინტერესთა ჯგუფის ან კონკრეტული ადამიანის ინტერესს შეეხები მის საწინააღმდეგ. ამიტომ ჩვენი პროფესია რისკიანია და ჩვენ, როდესაც ამ პროფესიაში მოვდივართ, ამ რისკებს ვითვალისწინებთ და ყველაფერს ანგარიშს ვუწევთ. რა პროცესები მიდის ახლა ჩვენს ქვეყანაში და გამოსავლად რა მიგაჩნიადო? ჩვენს ქვეყანაში ახლა ძალიან რთული ვითარებაა. რაც არ უნდა, ასე ვთქვათ, უარყოს ხელისუფლებამ, ქართულმა ოცნებამ, რომ არ გვაქვს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი. ძალიან დიდი გაურკვევლობა გვაქვს, რასაც აუცილებლად ჭირდება სწორი მიმართულების მიცემა და გამოსავლის პოვნა. გამოსავლად რა მიგაჩნიათო? მაინც მიმაჩნია დიალოგი მხარეებს შორის, მგონია რომ გამოსავალი ყველაზე რთული ვითარებიდანაც მოიძებნება, მანამ სანამ გვიანი არ არის, იმიტომ რომ ყოველი დღე სულ უფრო მეტად ზრდის რისკებს, არ მივიდეთ იმ მდგომარეობამდე, საიდანაც გამოსვლა ძალიან მტკივნეული, მძიმე და შემდეგ უკვე ხანგრძლივი პროცესი იქნება, ამიტომ დიალოგი, კომპრომისზე წასვლა, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობის უდიდესი წილი მოდის გადაწყვეტილების მიმღებ მხარეზე და ეს არის ხელისუფლება, თუმცა, რა თქმა უნდა, თავისი წილი პასუხისმგებლობის აღება შეუძლია პოლიტიკური ფრონტის მეორე მხარეს მყოფ პოლიტიკურ ძალებს თუ სამოქალაქო საზოგადოებას. ჩვენ ყველანი ამ ქვეყნის შვილები ვართ, ჩვენ ყველამ აი ამ მიწაზე უნდა ვიცხოვროთ. ამ ჰაერით უნდა ვისუნთქოთ და ეს ქვეყანა ჩვენი შვილების მომავალი პერსპექტივა, რომელსაც ამ ქვეყანაში ცხოვრებისთვის შევქმნით, ჩვენი საერთო საზრუნავი და საფიქრალი უნდა იყოს. ამიტომ სანამ გვიანი არ არის, ჩვენ საერთო მტერს ნუ გავახარებთ, გონს მოვეგოთ და ვეძებოთ გამოსავალი აი ამ ვითარებიდან, თუნდაც რაღაცა ჩვენი პირადი ამბიციების და ინტერესების დათრგუნვა დაგვჭირდეს ამისთვის. გაიხსენეთ თქვენი შეხვედრა კახა ბენდუკიძესთან. რა შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე ბატონმა კახამ, იქ ორივე უცენზურო სიტყვა წარმოთქვით, მსგავსი რამოდეს მე კიდევ თუ განმეორებულად თქვენს კარიერაში, არა, კარიერაში მსგავსი რამ არ მithქვამს. აღარ მithქვამს, არ დამჭირვებია. ხო, კახა ბენდუკიძესთან შეხვედრა დაახლოებით 10 წლის წინ შედგა ეს ინტერვიუ, მაშინ მე ტელევიზიაში ძალიან გამოცდელი ჟურნალისტი ვიყავი. ძალიან მეშინოდა კახა ბენდუკიძესთან ინტერვიუს ჩაწერის, იმიტომ რომ მანამდე არაერთი მისი სკანდალური ეთერი მქონდა ნანახი, როგორი პირდაპირ იყო ჩემი კოლეგა ჟურნალისტების მიმართ. საერთოდ დღემდე ძალიან ბევრს სწორედ ეს ჩვენი უცენზურო შელაპარაკება ახსოვს, როცა მკითხა თუ რა ტუს მეკითხებიან და მეც უპასუხე, რატომ გეკითხებით ბატონო კახა ტუს? არავის არ ახსოვს, რას მოყვა ეს საუბარი. არა და საუბარი მოყვა ძალიან სერიოზულ თემას. მე მას ვკითხე სიტყვით, ბატონო კახა, თქვენ როგორც ეკონომიკაში კარგად გარკვეულ ადამიანს თუ გაქვთ პასუხი, როგორ შეძლო რა ეკონომიკური სასწაული მოახდინა დავით კეზერაშვილმა, რომელმაც თავდაცვის მინისტრობიდან დაახლოებით 1 წელიწადში რამდენიმე მილიონი დოლარის შემოსავლის მიღება შეძლო და დღეს მულტიმილიონერია თქო. ჯერ მკითხა რა სისულელეს მეკითხებია, მე მკითხა, სად არისო ეს მილიონები, სად აქვსო და მე ვთხარი ოფშორებში აქვს თქო დავით კეზერაშვილს ეს მილიონები თქო და მე იყო მისი იცოდა ბენდუკიძემ რა სიტუაციიდან ასე ვთქვათ, როგორ გამოსულიყო
თუმცა ძალიან სასიამოვნოც დამთავრდა ეს შეხვედრა, მიუხედავად იმისა, რომ შეწყდა ამაზე ჩვენი ინტერვიუ და აღარ გაგრძელებულა ამ შელაპარაკების შემდეგ, იქ წამით ვფიქრდები და წამებში ვიაზრებ, ხა რა ვუპასუხე, ანუ სხვა შესატყვის მართლა ვერ ვიპოვე, როგორ უნდა მეპასუხა, ამიტომ ჩემი ქართლული პირდაპირობით იქ იმავე სიტყვით მივუგე. სხვა შორის მართალია შეწყდა ეს ინტერვიუ, მაგრამ ну, რა თქმა უნდა, მე ცოტა ემოციებმა მძლია, დამენანა რომ ინტერვიუ ბოლომდე ვერ მივიყვანე, რა დამნაშავედ გრძნობდი თავს, ცოტა ცრემლიც მომერია და ჩამეხუტა კახა ბენდუგიძე და მითხრა რომ მოდი რა ეხლა მეც ცოტა ემოციებში ვარ, ეხლა თან ძალიან ცხელაო აუდიტორიაშიო მახსოვს მასთან ვიყავით უნივერსიტეტში და მოდი ხა დავიშალოთ, დავისვენოთ და ინტერვიუ მერე გავაგრძელოთ, მაგრამ სწორედ აი ამ ფრაზამ გადაწყვიტა ის, რომ ეს ინტერვიუ ძალიან სკანდალური გახდა და ძალიან ბევრმა ადამიანმა ჩემს შესახებ მაშინ ასე ვთქვათ გაიგო, ასე რომ კახა ბენდუგიძესთან ინტერვიუს შემდეგ მსგავსი ბილწ სიტყვაობა საჯაროდ ჩემს კარიერაში არ დამჭირვებია. ქალისთვის რთულია შეუთავსო ერთმანეთს ოჯახი და სამსახური. მოგვიყევით როგორ ახერხებთ და თავს როგორ უვლით. რა ვიცი, დროის მენეჯმენტი ალბათ რა. ვცდილობ რომ კარგი დედა ვიყო და ამავე დროს არ ვიცი, კარგი ჟურნალისტი. რამდენად გამომდის არ ვიცი, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში მაქსიმალურად ვცდილობ რომ მოწესრიგებული მქონდეს სახლში ყველაფერი, თავის მოვლას რაც შეეხება. არ ვიცი, ხო ინტენსიურად ბოლო 8 წელია მოკლედ ინტენსიურად ვარჯიშობ, ჯერ სახლში, ჩემით, ბოლო 1 წელია უკვე დარბაზში დავდივარ, კვირაში 3 ჯერ მაინც, საკმაოდ მძიმე წონებს ვარ შეჭიდებული და ყველაზე ეს ძირითადი რუტინა ჩემი თავის მოვლის არის სწორედ ეს და სხვა ისეთი განსაკუთრებული არაფერი. ეხლა მკითხველი მეკითხება რა იყო თქვენს ცხოვრებაში ისეთი ფაქტი, ამბავი, რამაც გული გატკინათ. სამწუხაროდ ბევრჯერ მატკინეს გული, მაგრამ გულის ტკენა რა მოსატანია, მკითხველს უფრო მეც ვეტყვი. იყო ჩემს ცხოვრებაში ფაქტი და არაერთი, როდესაც გამიმეტეს ძალიან ახლობელმა ადამიანებმა, არა მხოლოდ გულით ახლობელმა ადამიანებმა, სისხლით ახლობელმა ადამიანებმა, გამიმეტეს უსახლკარობისთვის, გამიმეტეს ფიზიკური საფრთხისთვის, გამიმეტეს სიკვდილისთვის. იმიტომ რომ იცოდნენ რომ თუ მე ამ მდგომარეობაში დამტოვებდნენ, კი, საფრთხე მემუქრებოდა ფიზიკური და სასიკვდილო, მაგრამ გამიმეტეს, ამიტომ გულის ტკენა მკითხველო რა მოსატანია, როდესაც ასეთი შემთხვევებიც მქონია ცხოვრებაში. ერთ-ერთი ინტერვიუში ისაუბრეთ საკუთარი ჯანმრთელობის პრობლემებზე, რამ გამოიწვია ის და ახლა როგორ გრძნობთ თავს. ეს არის ქრონიკული დაავადება, აუტოიმუნური. ფიქრობ, რომ საუკეთესო ბრძოლის და გამკლავების გზას მივაგენი ამ დაავადებასთან. ფიზიკური დატვირთვა, ვარჯიში, შეძლებისდაგვარად ცხოვრების ჯანსაღი წესი და მაქსიმალურად პოზიტიურ ადამიანებთან ურთიერთობა და თავად ეს პოზიტივის გაღება რა. და ეს არის. ასე ვუმკლავდები ამ ჩემს რაღაცა ქრონიკულ პრობლემას, რომელსაც ფაქტობრივად რომელთანაც თანაცხოვრება ვისწავლე და ხარ ვთქვა რამ მაწუხებს თქო, დიდად არც არაფერი. ასე რომ მადლობა რომ მოიკითხეთ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა ლილიკო. ნინო მეკითხება რატომ არ გსტუმრობენ ეთერში ქართული ოცნების წევრები, არ იწვევთ მათ ეთერში პოლიტიკურ მოვლენებზე სასაუბროთ, ვიწვევთ ეთერში, ვერ მოგატყუებთ და არ მოგატყუებთ რომ ბოლო პერიოდში კიდევ გქონია მსგავსი მცდელობა, თუმცა გეტყვით რომ არ ვიცი, ეს მათი გადაწყვეტილება ჩემი აზრით ძალიან არასწორი, რომ არ მოდიან ჩვენს ეთერში, იცით რომ რამდენიმე სხვა ტელევიზიის ეთერშიც არ დადიან, მე მგონია რომ მედიასთან ბოიკოტი არასწორი გზა არის, პირიქით მედიას უნდა ეკამათო არგუმენტებით და თუ მართალი ხარ შეეცადო და მედიის საშუალებით ჩვენს არ ვიცი მოსახლეობას დაუმტკიცო რომ ამ თუ იმ საკითხში რაღაცა კრიტიკა შენი მისამართით არის არასწორი. ცხოვრებას ახლიდან რომ იწყებდეთ, რას შეცვლიდით? აი პირდაპირ გეტყვით რომ ფაქტობრივად არაფერს არ შევცვლიდი, იმიტომ რომ ჩემს შეცდომებზე ძალიან ბევრი რამ ვისწავლე და ძალიან გავიზარდე და ძალიან გავძლიერდი. არ ვიცი ამას თამარ უნდა ვამბობდე თუ
თუ არა, ცხოვრებაში ერთ რამეს ვნანობ მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს შევცვლიდი, მავატიეთ. იმ საბედისწერო ღამეს დედას არ დავტოვებდი მარტო და საერთოდ იმ კლინიკაში არ დავტოვებდი და მით უმეტეს მარტოს არ დავტოვებდი. როგორია კადრს მიღმა ემა, ძლიერი ადამიანია თუ ძლიერი საყრდენი ყავს? ძლიერი საყრდენი ჩემი შვილებია, ჩემი ოჯახია, ჩემი მეგობრები, მაგრამ ემა ძლიერი ადამიანია, იმაზე ძლიერი. ვიდრე ვინმეს გონია, კი, ემა მეს საკუთარ თავს ბევრჯერ დაუმტკიცა, კი, ძლიერი ადამიანი. ხვალ რომ არჩევანს აკეთებდით, ისევ ჟურნალისტობას გადაწყვეტდით? კი, მე გავაკეთე ეს არჩევანი, მაგრამ პროფესიამაც ამირჩია. ის სრულიად შემთხვევით მოხდი, მაშინ საყმაწვილო გადაცემაში მახსოვს ჩემი ფიზიკის მასწავლებელი ფიზიკის გაკვეთილზე. თხოვდა რომ თავისუფალი თემები დამეწერა და მისთვის მეჩვენებინა, მაშინ როდესაც ჩემი სხვა კლასელები დავუშვათ ფიზიკის გაკვეთილით იყვნენ ხოლმე დაკავებული, ამიტომ სულ ასე ვთქვათ სამ პროფესიას ავირჩევდი ცხოვრებაში. ერთი ეს არის ჟურნალისტიკა, მეორე ვიქნებოდი ჯარისკაცი აუცილებლად და გამომძიებელი, პოლიციელი გამომძიებელი. სხვა, ასე ვთქვათ, სხვა რამეზე არც მიფიქრი არასოდეს. მოგვიყევით თქვენს ოჯახზე, როგორი დიასახლისი ხართო, ყველაფერს ჩემით ვაკეთებ, დაწყებული იმით, რომ საყიდლებზეც მე დავდივარ და სახში თუ რამე შესაკეთებელია, ყველაფრის, თითქმის ყველაფრის შეკეთება შემიძლია, ხელსაწყოებს ძალიან კარგად ვხმარობ, იმიტომ რომ ცხოვრებამ მოიტანა ამის საჭიროება და დავხელოვნდი. კარგი მზარეული ვარ, პირდაპირ გეტყვით ამასაც, ჩემს ოჯახს რაც შეეხება, ორი შვილი მყავს, ერთი ჩემთან ცხოვრობს, ერთად ვცხოვრობთ, არის 18 წლის, ვაჟი, ქალიშვილს უკვე თავისი ოჯახი ყავს, მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობენ საზღვარგარეთ, ახლა ჩამოსულები არიან, სხვათა შორის ერთი თვით სტუმრობენ და შვილიშვილთან ყოფნის ბედნიერება მაჩვქეს ამ ერთი თვის განმავლობაში. რა სურთ ქალებს კაცებისგან? ერთადერთი რამ, ჩემო რომეო, ეიმედებოდეს ქალს კაცი, ეიმედებოდეს რთულ მომენტში, ეიმედებოდეს რომ მაშინ როდესაც მისი გვერდით ყოფნის საჭიროება დგას, რაღაცა მაშინ უპასუხისმგებლობა, არ ვიცი, სიმხდალე არ იჩენს თავს და მოკლედ არ მოიქცევა ისე რომ ადამიანს იმედები გაუთროოს. უნდა ქალს კაცი უნდა ეიმედებოდეს. თავს ძლიერ ქალად მიიჩნევთო? კი, ცალსახად ძალიან ძლიერი ვარ. ბებიობამ შეგვცვალათ როგორია ეს ამპლუა? ბებო ენაცვალოს ესეთი. საოცარი, ძალიან შემცვალა. ეს კიდევ რაღაცა სიყვარულის სხვა განზომილება, რომელიც უნდა გამოსცადო იმისათვის, რომ გაიგო. რაც რჩევას მისცემდით მომავალ ჟურნალისტებსო, ბექა გვეკითხება, ყოველდღიურად ვაჯობოთ საკუთარ თავს, რომელიც ვიყავით გუშინ. და ხვალ კიდევ უფრო მეტი ის გაკეთება შევძლოთ, ვიდრე დღეს შევძელით. აი, როდესაც ამას გავაკეთებთ, დარწმუნებული იყავით, რომ ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით წარმატებისკენ. ყოველდღიურად შევეცადოთ ვაჯობოთ საკუთარ თავს. ამას ვურჩევდი, რა ვიცი, ახალბედა ჟურნალისტებსაც. ძალიან სასიამოვნო იყო ყველა ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა, განსხვავებული იყო ჩემთვის აი ამ რაღაცა როლში, ამ ამპლუაში ყოფნა. ზოგჯერ საჭიროა ხოლმე როლური ცვლილებები. გამიხარდება თუ მართლა მომწვერავი პასუხები გაგაცით და ყველას დიდი მადლობა იმისათვის, რომ დაინტერესდით და ერთი შეკითხვა მაინც გამომიგზავნეთ დროებით.